დღეებში რატომ ირაკლი კობახიძე მეორედ პარტიის თავმჯდომარედ და მასთან ერთად თქვენი გუნდი რა მიზნისკენ მიიწევს? პირდაპირ ეთერში ვართ გისმენთ. რატომ ირაკლი კობახიძე თქვენი ნებართვით ნახევრად რიტორიკულ კითხვად ჩავთვლი, იმიტომ რომ თუ კი ვინმე არის უღალატო, ღირსეული, ინტელექტუალი, გადაჭარბების გარეშე ვამყობთ, იმიტომ რომ საუბრობთ საკუთარ თანაგუნდელზე და უახლოეს მეგობარზე. არამედ იმიტომ რომ ამას ყველა ხედავს. ასეთი არის ირაკლი კობახიძე და ირაკლი კობახიძე არის ადამიანი, რომელიც არის ავანგარდში ბიძინა ივანიშვილთან ერთად იმ ბრძოლის, რასაც ქვია ქვეყნის სუვერენიტეტისთვის, დამოუკიდებლობისთვის, გარეჩარევების წინააღმდეგ ბრძოლის და რაც მთავარია ქვეყნის საკუთარი სამშობლოს სამსახურში ერთგულად ყოფი ადამიანი. არ შეიძლება რომ ვინმე აი ამ თქვათ თვისებებთან დაკავშირებით გახსენდებოდეს და არ გახსენდებოდეს ერთ-ერთი პირველი ირაკლი კობახიძე. მე ესე მიმაჩნია და მე მგონია რომ არ ვცდები. და ახლა რა არის თქვენი მთავარი მიზანი? პოლიცსაბჭოც განახდა გარკვეულწილად, რა არის მმართველი პარტიის მთავარი მიზანი და ამოცანა სწორედ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით? მთავარი მიზანი ჩვენ ტრიბუნიდანაც ეს გავახმოვანეთ, ახლაც იგივეს გავიმეორებ და არავისთვის დასამარხ. მთავარი მიზანი არის საკუთარი სამშობლო მისი მსახურება. მისი გაერთიანება პერსპექტივაში ყველამ ვინატროთ რომ ახლო ვადიანში, მაგრამ ეს რთული ამბავია, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ ნებისმიერ საშუალო ვადიან პერსპექტივაში უნდა ვიფიქროთ რომ ეს უნდა იყოს მთავარი ერთ-ერთი ამოცანა ქვეყნის დამოუკიდებლობა და ამას შემთხვევით ხშირად არ ვახსენებ. ქვეყნის დამოუკიდებლობაზე, გადაწყვეტილებებზე, რომ ქართველმა ხალხმა და მის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ მიიღოს გადაწყვეტილებები და არა გარედან დანიშნულმა ვინმე ადამიანმა მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქვეყანაში, ეს არის უპირველესი. ამაზეა დამოკიდებული ქვეყნის გამთლიანებაც, არა მხოლოდ გაერთიანება, არამედ გამთლიანებაც, ხალხის გამთლიანება, ტერიტორიების გაერთიანება, ჩვენი აფხაზი ოსი დები და ძმების წინაშე ვალდებულება შერიგების, მათიც ამავდროულად და ჩვენი ვალდებულებას ჩვენ უნდა შევრიგდეთ, მივუტევოთ ერთმანეთს. ამ გზით მხოლოდ შერიგების მშვიდობის გზით გავაერთიანოთ ეს ქვეყანა და განვითარდეთ. საამაყოა ბუნებრივია და ეს არის ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში, მათ შორის მიმდინარე საკითხების წინაშე პასუხისმგებლობა, რომ როგორც დღეს ვართ ევროპაში პირველები ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით და ამის გამავრება ბევრს არ უნდა ხოლმე, იმიტომ რომ აქედან მე რთული გამოდის ოპოზიციონერობა და ვარქვათ ამ შემთხვევაში ყველაზე რბილად. ერთ-ერთი მთავარი მიზანი ეს არის, რომ კეთილდღეობა ამ ხალხის მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი, როდესაც სიღარიბის შემცირებაზე საუბრობ და მაინც რამდენიმე ასეული 1000 ადამიანი რჩება ამ სიღარიბის ზღვარს მიღმა, აქ არ შეიძლება კმაყოფილება არავითარ შემთხვევაში, მაგრამ როდესაც იცი რომ ტემპი და დინამიკა ისეთია, რომ ევროპაში ვართ ამ დინამიკით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით პირველ ადგილზე, ეს არის მომავალში მაქსიმალური კეთილდღეობის საფუძველი. ხო, ეს მარტივი ამბებია, რომელ მარტივ ამბავსაც უნდა სწორი შეფასება, მათ შორის დაფასება და სწორედ პარტიული მიზნების თამაში მდგომარეობს, რომ პარტიული მიზნები ასოცირებული და დაკავშირებულია ბრძოლასთან და ეს ბრძოლა არის საკუთარი სამშობლოსთვის ბრძოლა, რომ გარედან ვერ გიმართონ შენი ქვეყანა. სწორედ ამ თემას გავაგრძელებ იმ გაცხადებულ მიზნებს, რაც ჩვენ მათ შორის ტრიბუნიდანაც მოვისმინეთ და რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ, უკვე მოყვა შეფასებები ოპოზიციაში და ალბათ არ გიგვერდებათ რომ გეტყვით კრიტიკული, რადგან ისინი ამბობენ რომ ეს დაპირებები არის არარეალისტური და ხალხის შეცდომაში შეყვანისმგებლობა მიმართული. რომელზე ამბობენ ამას? გაცხადებები მაგალითად ეკონომიკურ ზრდაზე, რაზეც ქონდა პრემიერსაც აქცენტი, ეს არის ფაქტი. ეს არ არის ნახეთ, ეს არ არის დაპირება. ეს არის შემდგარი ფაქტი, რომ საქართველო დღეს არის პირველ ადგილზე ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით. ეს ასე არის თუ არა? ვინმე საწინააღმდეგო ხო არიცით რამე? არიცით? ბოდიში, არიცით? ანუ სოფლიო ბანკის მონაცემით, სავალუტო ფონდის მონაცემით არიცით თქვენ იტყუებით და იცით.
მეგობარი რომ დავუბრუნდეთ არა ბატონო მამუკა ერთი წამი არა მე არ მჯერა რომ ბოდიში ტევე პირველს მე ტევე პირველ დავადანაშაული რომ იტყუება ეს ერთი წამით ახლავ დამასრულოთ რადგან დავადანაშაული ტყუილში ანუ თუ ტევე პირველის კორესპონდენტები არ ერცნობით სოფლიო ბანკი და სავალუტო ბანკის მონაცემებს ეს ჩემი პრობლემა არ არის მე მგონია რომ იტყვები და ეცნობი და იცით მე უკვე პროცენტი მქონდა ამ შემთხვევაში მოსახლეობის გაერთიანებაზე ეს საუბარი ამაზე ამბობს სწორედ ოპოზიცია რომ არის არ შეიძლება იმიტომ რომ ოპოზიციას გონია რომ რადგან მათი მხარდაჭერა მთლიანად ამ აგენტურული ოპოზიციის დაახლოებით არ ვიცი 20-25%-ის ფარგლებშია სამწუხაროდ ჯერ კიდევ ზოგადად ეს არის მინიმალური გასაგებია მაგრამ მაინც რაღაც დონის მხარდაჭერა ხო აქვს მათ თავის მხრიდან გონიათ რომ იმდენად სწორად გააგრძელებენ თავის აგენტურულ ჭყალებში რა თქმა უნდა მოღვაწეობას რომ ხალხის გამთლიანება ვერ მოხერხდება. ამიტომ ერთადერთი საკითხი რასაც გამოეკიდნენ როგორც ჩანს თქვენი კითხვიდან ეს დავასკვენ მე არ მინახავს ეს ეგრეთ წოდებული ნიუსი ანუ ახალი ამბავი ერთადერთი რასაც ვერ გამთლიანები ხალხს იმიტომ ჩვენ აქ არ ვართო ამბობენ. შესაბამისად არა ჩვენ უნდა უთხრათ ჩვენ საზოგადოებას მათ შორის ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს რომ ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად მივიტანოთ თითოეულ ადამიანად ყველაზე კრიტიკულად განწყობილ ადამიანამდე სიმართლე ფაქტობრივი სიზუსტე. აი ამ წუთას ნახეთ რა გააკეთა ტევე პირველმა რომ მე ჩვენ არ ვიცით თუ ესო სოფლიო ბანკის მონაცემები გამოქვეყნებული სავალუტო ბანკის მონაცემები საზოგადოებას უყურებთ თქვენ ნუბრაზდებით ამ შვიდით ნახეთ ყოველში მადანაშაულებთ და არა სწორად გადანაშაულით იტყუებთ ნახეთ როდესაც საზოგადოებას უთხარით უფრო მეტი თქვენს ინფორმაციაზე რა ვთქვი გადაცემის ფორმაზე თქვენ ნუ შემისწორებთ თუ შეიძლება ნახეთ ერთი წამით თუ შეიძლება ნახეთ ტევე პირველი რატო აკეთებს ამას ეხლა რასაც აკეთებს რომ სოფლიო ბანკის მონაცემები გამოქვეყნებულია ხო ყველამ ვიცით სავალუტო ფონდის მონაცემები ყველა მიცით რომ ვართ ევროპაში პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის ტემპით ეს არის ის ტევე პირველი ან არის ის ან იტყუება თუ არის ის უბედურება თუ იტყუება ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა ასევე უბედურება ოღონდ ეს ჩემი შეფასებით იმიტომ რომ ტყუილი არ არის დიდი უბედურება იმიტომ რომ ვერ ატყუებენ საბოლოოდ ანუ რო გააგრძელებს მართული პარტია რეპრესიულ კანონმდებლობას მე ამ მოქმედებას და ვინ ამბობს ოპოზიცია სამხედრო სექტორი და თქვენი პასუხი რა არის ანუ იგივე გზასაცდენილების შემორიგება და ეს ციტატები ანუ როგორ შეიძლება ვთარგმნოთ ღია დისკურსი აი ზუსტად იგივე პასუხი მაქვს რაც წინა შემთხვევაში და წინა პასუხში შეგიძლიათ ის გამოვიყენოთ იმიტომ რომ იგივე კითხვას მისვათ ფაქტიურად ჩვენ შევეცდებით თითოეულ ადამიანამდე მივიტანოთ სიმართლე იმ ადამიანამდე რომელიც ჯერ კიდევ დარწმუნებულია რომ ჩელიაბინსკში გაიღვიძა მაგალითად აი საუკუნის αφიორა 2 წლის განმავლობაში რომელიც დაალაგდა ამ ქვეყანაში თქვენი კოლეგები იღებდნენ ამაში მონაწილეობას აგენტურა იღებდა ამაში მონაწილეობას სამწუხაროდ ქართული სახელებით და გვარებით აგენტურა რომელიც ცდილობდა რომ ვიღაცას დაეჯერებინა რომ ძაღლს საბაკ არ უნდა ერქვას და ეს არის დიდი საფრთხე საზოგადოებისათვის რომ ჩელიაბინსკში გავიღვიძეთ და ეხლა ყველანი ჩელიაბინსკში აი ამ უკაცრავად ამ ტერმინისათვის მაგრამ აი ამ მარაზმის წინააღმდეგ ხო ერთადერთი ყველაზე დიდი იარაღია ეს იარაღი არის სიმართლე და როგორც რა ვიცი რომელიღაც ცხოველს არ ვიტყვი ეშინია ცეცხლის რომელიღაც ცხოველს ეშინია რაღაც ნივთიერებების როდესაც იწვის ისე ეშინია სიმართლის შესაბამისად ამ სიმართლეს ყველაზე მორალურად გამართული იარაღია სიმართლე და ეს იარაღი ჩვენს ხელშია და ამიტომ გვაქვს იმედი რომ საზოგადოებაც გაერთიანდება. ბატონო ირაკლი, ევროპის სახალხო ბატონო მამუკა. ევროპის სახალხო პარტია, რომელიც ძალიან მწვავედ გაკრიტიკებდათ კანონის შესახებ, რომელიც გამჭვირვალობას უკავშირდებოდა, გავიგეთ რომ ახლა თავად არიან დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობით. რა შეგიძლიათ ახლა თქვათ, როგორი არის თქვენი შეფასება, როცა ევროპის სახალხო პარტიისგან ისმენ სწორედ ამას? შეიძლება ევროპის სახალხო პარტიისათვის არ შეიძლება საქართველოს. ეს არის დამოკიდებულება, რომელიც შეურაცხმყოფელია ნებისმიერი ქართველისათვის ჩემი აზრით. ანუ, როდესაც ჩვენ ვიღებთ გამჭვირვალობის შესახებ კანონს, ეს ჩვენთვის არ შეიძლება. იმიტომ რომ ჩვენ აგენტებმა უნდა გვმართონ, ეს არის მათი მიზანი. და როდესაც თავად იღებენ, მაშინ ეს გამჭვირვალობა კარგია. ამერიკის შეერთებულ შტატებში რაღაც არის კარგი, ავტომატურად სარკისებურად საქართველოში არის ცუდი. იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მის ხელისუფლებას
ბუნებრივად მის ხელისუფლებას ბუნებრივად აქვს ინტერესი, რომ თავისი ქვეყნის მართვაში ერთი ადამიანიც კი ვერ ჩაერევს გარედან. ვერავინ უნდა გაბედოს. ეს სწორი დამოკიდებულებაა, მაგრამ რატომ არის არასწორი დამოკიდებულება? რატომ უნდა გვმართოს ჩვენ რომელიღაც აგენტმა, რომელიც ყოველთვიურად რაღაც ინტენსივობით, ასევე სხვა ინტენსივობით იღებს გარკვეულ თანხებს და ზოგ შემთხვევაში შეიძლება ხელმოწერილიც აქვს რაღაც ვალდებულებები. რატომ უნდა მართოს საქართველოს? რატო არ უნდა მართოს ქართველი ხალხის არჩეულმა ადამიანთა ჯგუფმა პარტიამ და რატომ უნდა მართოს ვიღაცის ხელდასმულმა აგენტურამ? აი რატო უნდა მოხდეს? ანუ თუ ამერიკაში კარგია, თუ ევროპაში კარგია, ცუდი როგორ არის საქართველოში მარტივ პრიმიტიულიც კი. რატომ უყურებენ ასე? იმიტომ უყურებენ, რომ ჩვენ გვიყურებენ როგორც პატარა დაბალ ღობეს. და ასე არ შევახედებთ. ანუ ჩვენ გვაქვს იმისი ძალა უკვე საბედნიეროდ, რომ ვთქვათ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დღეს ნათქვამ და არაერთგზის ჩვენს მიერ, ნებისმიერ ჩვენგანის მიერ ნათქვამ სიტყვებს, რომ საქართველოს დადგა იმ დონეზე, რაც არ უნდა მოიტყუონ, რაც არ უნდა ისპეკულირონ, რაც არ უნდა утопия შეესთავაზონ ეგრეთ წოდებული ლოგიკის ამ შემთხვევაში სახით საზოგადოებას, საქართველოს დადგა იმ დონეზე, რომ საქართველოში გადაწყვეტილებები მიიღება ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების და თავად ქართველი ხალხის მიერ და აღარ მოხდება. ეს არის მარტო ის კი არა, რომ ქართული ოცნება დღეს არის ხელისუფლებაში. ჩვენ დავდეთ პრეცედენტი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. შევქმნით ეს პრეცედენტი, რომლის თანახმადაც ვეღარავინ ვერასდროს ეს საფუძველია შემდეგი მოვლენების, ხო? ეს ისტორიაა და ეხლა ჩვენ თანამედროვეობაში ამ პრეცედენტს ვდებთ, რომ ვერავინ ვეღარასდროს მართოს ეს ქვეყანა გარედან და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები და საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მიიღებოდეს მხოლოდ აქ ამ ქვეყანაში მარტივია და ეს არ გადაიხადა. ბატონო, შემდეგ არ მოაქვს თქვენს კებოდიში. ვისვამთ მთელი ეს დრო აკითხავდა. არა, თქვენს ხო სიტყვებს იძახთით და ამიტომ ვერ გავიგე. თქვენ უბედურებას ახსენებით და ამიტომ ვერ გავიგე, მეგობარი აქტი. ყოფილება პრეზიდენტ ტრამპზე არის. მოლოდინი როგორია, შეფასება როგორია აი ამ აქტის და ნუ მოკლედ რა როგორ მოკლედ ქართული ეგრეთ წოდებული ოპოზიციის სინამდვილეში აგენტურის საქმე როგორ არის იცით ამ ეგრეთ წოდებულ მეგობარაკთან და სინამდვილეში მტრულ აქტთან დაკავშირებით. წყალწაღებული ხავს ეჭიდებოდა. თუ ვინმეს კიდე განმარტება ჭირდება, ხავსია ეს აქტი მტრული სინამდვილეში წყალწაღებულები არიან ქართული ოპოზიციის აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები. არასერიოზულია ეს ყველაფერი, ჯერ ერთი რამდენი თვე არის წინ, როგორ უნდა მიიღონ, რა უნდა მიიღონ და ერთგვარი ლაკმუსის ტესტი არის მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ხელისუფლებისათვის, იმიტომ რომ თუ მართლა ესეთი აბსურდი ის ვერ გაურკვევიათ, ანუ შალვა თადუმათე მაგალითად ჩაწერილია მოსამართლეების სიაში. ანუ იმდენად ჭორაობის დონეზე შედგენილი დოკუმენტი ჯერ ხო გამოშიგნეს მართლა ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა თქოს ხოთაშორის ჯერ ხო გამოშიგნეს და რაღაცები ვერ ჩაწერეს. ამის შემდეგ იმდენად არაზუსტი, აი ყველაფერს თავი რომ დამარევთ, მოსამართლეების სიაში შინაგასაკვეთა სამეცნიერო წარმომადგენელი ჩაწერეს. იმდენად ნაჭორავები აქტია, რომ ხავსის ფუნქციასაც ვერ შეითავსებს. აქედან გამომდინარე არასერიოზულია ამაზე საერთოდ საუბარი. აი უკიდურესად არასერიოზული და ამავე დროს რაც დავიწყე იმას გავაგრძელებ, ლაკმუსი ქაღალდია იმიტომ, ლაკმუსის ტესტია ერთგვარი იმიტომ, რომ ოლიგარქიული მმართველობის, არაფორმალური გავლენების, deep state-ის დამარცხებაზე თუ რეალურად არის საუბარი, ეს აქტი ბუნებრივად ვერ აისახება რეალურ ცხოვრებაში. ვერ არ მოაწერენ ხელს, აღარ მიიღებს სენატი და ასე შემდეგ. ოდნავ მაინც თუ ოლიგარქიული გავლენების, deep state-ის, როგორც ნებავთ ისე გლობალური ომის პარტიის დამარცხების ნიშანწყალი გაჩნდა, ამ ეგრეთ წოდებულ მეგობარ და სინამდვილეში მტრულ აქტს გაგრძელება აღარ უნდა გქონდეს. ეს არის სუფთა ტესტი მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების. ბატონო, თქვენ არ შეგიძლიათ გამორიცხოთ, რომ დონალდ ტრამპი მას ხელს მოაწერს და ამით აქცევს კანონად. ამის გამორიცხვა არ შეგიძლიათ. გამორიცხვა არაფერს არ შეიძლება ცხოვრებაში. შეფასება რა იქნება და როგორ იქნება თქვენი პოლიტიკა? იქნება თუ არა ეს საკმარისი საფუძველი მაგათად იმისთვის, რომ იფიქროთ უკან დახევაზე, კონკრეტული მოთხოვნების შესრულებაზე. რა მოთხოვნების შესრულებაზე? პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი პოლიტპატიმრების საქართველოში არ არსებობს გულშრევა. პატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნები. რომელი პატიმრების გათავისუფლების საფუძველია ან
გამამართლებელი განაჩენი ან ვადის გასვლა სასჯელის. რა მოხდება? ნახეთ, კითხვა ეს არის. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპი ხელს აწერს მეგობარი აქტის დოკუმენტს? არაფერი, ჩვენ ყველას გვეცოდინება, რომ დონალდ ტრამპმა კი ვერ გაიმარჯვა Deep State-ს, არამედ Deep State-მა გაიმარჯვა ამ შემთხვევაში დონალდ ტრამპზე, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენა იქნება, ნამდვილად არ უსურვებ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას და ბატონ ტრამპს ამას, რომ ის დაამარცხოს პირიქით თავისი შეპირების დაპირების საპირისპიროდ Deep State-მა არაფორმულმა გავლენის მქონე ოლიგარქულმა ჯგუფებმა. აი ამას ნამდვილად არ უსურვებ. მოლოდინი რომ გითხრათ, რომ ასეთი მაქვს თქო ვერ გეტყვით, ნამდვილად არ მაქვს. მე საერთოდ ბუნებით შეიძლება ოპტიმისტი ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც პრაგმატულ გათვლებზე დაყრდნობითაც კი ასეთი მოლოდინი არ მაქვს ნამდვილად და მართლა გულწრფელად, როგორც არაერთხელ გამიკეთებია მე პირადადაც, წარმატებად უსურვებ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტს Deep State-ის წინააღმდეგ ბრძოლაში და ეს იქნება ერთგვარი ტესტი ამასთან დაკავშირებით ეს არის. ხავსში რა არის შემდეგ შიგნით ის ამოწფებს ნამდვილად. მაგრამ ძალიან ტექნოლოგიებში შეგეხოთ ვაშინგტონის მიერ სანქციების დაწესება. არასერიოზულად გამოიყურება. არი ნერვიულობ ჩვენ აღქმებზე ნუ ნერვიულობ თქვენ არ გვაქვს აქ შიშები ნამდვილად. ბატონო, მზე ამბობ, სასამართლოში გიჩვენოთ. საკუთარი სამშობლოს სიყვარული და სიმართლე გვიცავს ჩვენ, რაც სამწუხაროდ თქვენსკენ არ ჩანს. მზე ამბობ, სასამართლოში გიჩვენოთ და ითხოვს თქვენი განცხადების ცირის დამოუკიდებლობას. კონკრეტულად რომელ განცხადებაზე საუბარი არ აქვს, მაგრამ რომელი განცხადების ხო არის თქვენ, რომელი ცირის დამოუკიდებლობა განცხადება გაკეთებული მაქვს, რომ არ ვიცი, რაც მახსენდება, რომ ხელი გაარტყა პოლიციას. თუ მაგალითად თუ აღმოჩნდება რომ ხელი არ გაურტყია პოლიციელსაც აუცილებლად მოვხდი ბოდიში. თუ აღმოჩნდება ჩემი რომელიმე ფრაზა ტყუილი ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებლად მოვხდი ბოდიში, მაგრამ არ მგონია რომ რაიმე ტყუილი მეთქვას მათ შორის მზია ამაღლობთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მართლა მიმაჩნია რომ ეს იყო განზრახული მოქმედება პოლიციელის მისი დისკრედიტაციის მიზნით პოლიციის იმიჯის წინააღმდეგ, რომ კონკრეტულად პოლიციის უფროს ხელი გაარტყა, ეს მგონია ნამდვილად ეხლაც აი დარწმუნებული ვარ ღრმად ამაში, რომ ეს იყო განზრახ მოქმედება. თუ ამას გულისხმობს, არის სხვა განცხადება არ გამეკეთებია. და თუ აღმოჩნდება, რომ პოლიციის უფროსი არ იყო ეს ადამიანი, ან ეს არ იყო მზია ამაღლობელი, ან ხელი არ გაურტყია, აუცილებლად მოვიდა. ბატონო მამკა, კითხავს გაებს პროგრამის მიხედვით მოქმედებდაო მზია ამაღლობელი. მისი დავალებით მოქმედებდაო? მე ვთქვი? ხო, მე ესეთი განცდა მაქვს აბსოლუტურად. ეხლა საერთოდ დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იყო, არა, შიმშილობას არაფერი არ გამიკეთებ. არა. ეს როგორც სხვა ყველა მათი ჯგუფის წარმომადგენელი, დიახ, ეს ადამიანები ყველანი, არა მხოლოდ მზია ამაღლობელი. სამწუხაროდ ყველა დანარჩენის დავალებით მოქმედებს, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. წარმოუდგენელია სხვანაირად იმის კეთება, რასაც ეს ხალხი აკეთებს. წარმოუდგენელი განცდაც მაქვს, განცდებზეც ვსაუბრობ, აღქმაზეც ვსაუბრობ, ფაქტებზეც ვსაუბრობ. ანუ გაქვთ კონკრეტული ინფორმაცია ზოგადად ამ ჯგუფებზე გვაქვს, დიახ. არა, მხოლოდ განცდაც ასეთია, ახმაც ასეთია, რომელიც თქვენ ძალიან გიყვართ TV პირველში ფორმულაში მათ შორის და ფაქტებით ასეთია. ფაქტი არის, ნახეთ, განცდები და ახმები, რადგან გაინტერესდებათ. ფაქტი არის, რომ მზია ამაღლობელი იმ აგენტურულ ღონისძიებებში, რაც საქართველოში მისი ხელისუფლების წინააღმდეგ იდგმება, იმ რევოლუციურ სცენარებში მონაწილეობას იღებდა, ხო, საერთო ჯამში. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ხელი დაარტყა პოლიციის უფროს. ეხლა დანარჩენი არის შეფასების, ახმის, განცდა და ყველაფერი ასეთი ემოციის საკითხი. ფაქტია რომ ხელი დაარტყა. თუ არ დაურტყია, მოვუდიშებ. თუ ახმა არასწორია რომ მისი დისკრედიტაციისათვის და გაბრაზებისათვის და ასე შემდეგ და მისი დამცირებისათვის იყო, მაშინ რანაირად ეხლა მე ესეთი ახმა მაქვს და თქვენ ახმებზე საუბრობთ დღე და ღამე და ეს ერთი ჩემი ერთი განცდა და ახმა გაგიკვირდათ, არ არის სწორი ამბავი. ფაქტი ერთია და მისი შეფასება ჩემი საქმეა. ახლა თუ თქვენ იმაზე საუბრობთ, ეს დანაშაულია თუ არა, მე იმაზე არ მისაუბრია. აქ ყველა იურისტს აქვს მაშინ გონებაში თავდაცვის ინსტინქტი, რომ უდანაშაულობის პრეზუმპცია არ დაარღვიოს და მეც იურისტი გახვალოთ მოგეხსენებათ და არასდროს მithქვამს, რომ ის არის ეს სამართლის დამნაშავე, ის აუცილებლად დაისავჯა და შემდეგ მე მგონია, რომ ის არის სავარაუდო დამნაშავე, რომელსაც სიტყვის საბოლოო ჯამში განაჩენი, ეს არის ჩემი აღქმა. მათ შორის, იმიტომ რომ მე ასე აღვიქვამ ამ მოვლენებს, ფაქტია რომ მან ხელი დაარტყა პოლიციას. თუ ვინმე იტყვის რომ ეს არ იყო დანაშაული, მე ვილაპარაკოთ უდანაშაული ყოფილა. საკითხები არ მოდარდება. ბატონო, რომელი ყათამ დასუჩეკი. ბოდიში, ნახვა